მოკლედ დღეს მსოფლიო ბავშვთა სტომატოლოგია რადიკალური ტრანსფორმაციის ეტაპზეა. თუ წარსულში ბავშვთა სტომატოლოგია ძირითადად კარიესის მკურნალობას და კბილის დაბჟენასთან ასოცირდებოდა, თანამედროვე მიდგომა უკვე ეფუძნება პროგნოზირებად ციფრულ, ბიოლოგიურ და რეგენერაციულ მედიცინას. როგორ გამოიყენება ბავშვთა სტომატოლოგიაში 3D ტექნოლოგიები, ლაზერი, ოზონოთერაპია და ვირტუალური რეალობა და რა როლი აქვს ანესთეზიას რთული შემთხვევების მართვაში, ასევე რას გვპირდება რეგენერაციული მედიცინა მომავალში. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმრებთან ერთად. ბლიცდენტალის ბავშვთა და მოზრდილთა სტომატოლოგი ასოცირებული პროფესორი ლია მანია, ანესთეზიოლოგი მარიამ ლაბაძე და ყბასახის ქირურგი იმპლანტოლოგი ოთარ იმნაძე არიან ჩვენთან ერთად. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად ასეთ საფეხბურთო სტუდიაში. თუ ყურებთ მუნდიალს პირველ რიგში ალბათ ეს უნდა გკითხოთ. ალბათ თქვენი ფავორიტებიც გაყოლებათ. ხო, დღეს ალბათ არ არის ისეთი ადამიანი, ვინც ამ ჩემპიონატს არ უყურებს, თუმცა ამის მიღმა არ უნდა დაგვაუწყდეს ჯანმრთელობა, თანაც როდესაც ვსაუბრობთ ბავშვებზე. პირველ რიგში ალბათ როგორც დედა, მინდა ვიკითხო ბავშვთა კარიესი რა ასაკიდან შეიძლება იყოს საყურადღებო და როდის უნდა მივიყვანოთ ბავშვი ექიმთან შემოწმებაზე. მოგესალმებით. ბავშვის პირველი კონტროლი სტომატოლოგიურ კაბინეტში უნდა მოხდეს ეგრევე, როგორც კი პირველი სარძევეთკვილი ამოიჭრება. სავარაუდოდ 6 თვის ასაკში. ვინაიდან ძალიან აქტუალურია ადრეული ასაკის ბავშვთა კარიესები. ეს გახლავთ მდგომარეობა, როდესაც 72 თვემდე ასაკის ბავშვებს ანუ 6 წლამდე ასაკის ბავშვებში თუნდაც ერთი სარძევე კბილი არის დაზიანებული. ეს ცალკე, ასე ვთქვათ, დიაგნოზია ადრეული ასაკის ბავშვთა კარიესი. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ თუნდაც ერთი კარიესი გვაქვს 3 წლამდე ასაკის ბავშვებში, ამას უკვე ქვია მძიმე ადრეული ასაკის ბავშვთა კარიესი. ანუ თვითონ დეფინიციაც გეუბნებათ, რაოდენ მნიშვნელოვანი არის ადრეული მცირეწლოვანი ასაკის ბავშვებში თუნდაც ერთი კარიესის არსებობა. ეს კარიესი ზოგადად ჩანს მშობელს შეუძლია რომ დაინახოს თუ აუცილებელია რომ ექიმთან მივიდეს და ექიმმა შეამოწმოს და დიაგნოზი მან დასვას. რა თქმა უნდა, ხშირად არ ჩანს. კლინიკა ბლიცდენტალში ჩვენ გვაქვს ყველანაირი საშუალება იმისათვის, რომ მოვახდინოთ წინასწარი დიაგნოსტიკები, გავაკეთოთ რაღაც გარკვეული პროგნოზები, დავგეგმოთ პროფილაქტიკური ნაბიჯები და კვლევებით დადგენილია, რომ ის ბავშვები, ვინც 1 წლამდე უკვე ნამყოფი არიან სტომატოლოგთან კონსულტაციაზე, მათ გაწერილი აქვს მთელი შემდგომი ვიზიტები მონიტორინგის, შესაბამისად მათში კარიესის ინტენსივობა ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე იმ ბავშვების კარიესის ინტენსივობა, რომლებიც სტომატოლოგთან პირველად მიდიან სადღაც 4, 5, 6 წლის ასაკში. კი ბატონო. მშობლებს ხშირად ეშინიათ ხოლმე ბავშვების სტომატოლოგთან მიყვანა, იმიტომ რომ ბავშვებისთვის სტრესთან ასოცირდება ასე თუ ისე და მეც მაქვს რაღაც თანდაყოლილი ბავშვებიდან ეს. თუმცა ზოგი მშობელი როგორ მოუხსნათ მარიამ სტრესი? კი და მოკლედ მაინტერესებს, იმიტომ რომ ზოგჯერ მშობელი არ იღებს იმ გადაწყვეტილებას, რომ ანესთეზია გაუკეთოს შულს, რადგან გონია რომ საშიშია. მარიამ, მინდა გკითხო, როგორც ანესთეზიოლოგს, რამდენად უსაფრთხოა ზოგადად ანესთეზია, ანუ ნარკოზი? გამარჯობა, ანესთეზია, ანუ ნარკოზი ბავშვებში უსაფრთხოა, თუ ტარდება სწორ გარემოში, სწორად მენეჯერებულია და ტარდება კვალიფიცირებული ანესთეზიოლოგიური გუნდის მიერ. ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი, რომელიც თავაზობს ანესთეზიას სტომატოლოგიური პროცედურებისთვის, აღჭურვილია მატერიალური და ტექნიკური რესურსებით და მოწინავეა ანესთეზიოლოგიური გუნდის კვალიფიკაციით ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, უსაფრთხოა. განსაკუთრებით ამ უსაფრთხოებას ბავშვებში იმიტომ უსვამთ ხაზს, რომ ბავშვებში არ გვაქვს დაყოვნების დრო და დროული ინტენსიური ჩარევა საჭირო გართულების ან გვერდითი მოვლენის აღმოცენების შემთხვევაში, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვები არიან ქრონიკული დაავადებებისადმი ნაკლებად მიდრეკილი, მათში სწორად ჩატარებული ანესთეზია არის სრულიად უსაფრთხო და ეს შიში არის უსაფუძვლო. თუმცა ეს კომუნიკაცია და შიშის გაქარწყლება, ესე ვთქვათ, ხდება პირველადი გასინჯვის დროს. როგორ ამშვიდებ პაციენტს? პაციენტის მშობლის დამშვიდობა უფრო მნიშვნელოვანია, მშობლის ტრენინგი არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი, თუ მშობელი ნერვიულობს აუცილებლად ბავშვს. თუ მშობელი ნდობით არის აღჭურვილი, ბავშვიც აუცილებლად გვენდობა და ნემსით არ ვაძინებთ ბავშვს საწყის ეტაპზე, ნიღბით ასისტირებული ვენტილაცია, ნიღაბს ვადებთ ცხვირზე, ხშირად ამას აკეთებს მშობელი, რადგან მშობლის მიმართ უფრო აქვს ნდობის ფაქტორი, შესაბამისად სტრესული არ არის, ნემსი და კათეტერი იდგმება მას შემდეგ, რაც ბავშვს უკვე ძინავს და მისი ცნობიერება გამოთიშულია რეალობას.
ცით რა ის ხშირად მშობლები ნერვიულობენ თუ ბავშვს რამდენჯერმე დასჭირდა ანესთეზია. არის ხოლმე ესეთი შემთხვევებიც, რომ რაღაც ერთი თვის განმავლობაში ან რამდენიმე თვის განმავლობაში ბავშვს რამდენჯერმე შეიძლება სხვადასხვა მიზეზით დასჭირდეს. ასეთ შემთხვევაში აქვს თუ არა მშობელს ანერვიულოდ საქმე და ზოგადად სჭირდება თუ არა რაიმე დამატებითი და მომზადება. რა შემთხვევაშია საჭირო, ანუ რამე კონკრეტული შემთხვევები იქნება, რომ დაიძინოს ბავშვმა, ხო არ არის რაღაც რიგი შემთხვევები, რომ არ დაიძინოს და მარტივი ისე პროცედურების გაკეთდეს. შემთხვევაში ალბათ ესე არის. გასაგებია თქვენი კითხვა, ამის გამო ამაზე უკვე ვთქვი, რომ უსაფრთხოა. ეს კვლევით ადასტურებულია, რომ სწორად ჩატარებული ანესთეზია არის უსაფრთხო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ არ დასჭირდეს რამდენჯერმე დაძინება, ჩვენ ვაკეთებთ გარკვეული პროცედურების დაჯამებას. რომ ერთი ნარკოზის ფარგლებში გაკეთდეს პირობითად დენტალური პროცედურა, პლუს ადენოტომია, ან ბოტოქსის პროცედურა, რომელიც შესაძლებელია და რომლის საჭიროებაც ამ ბავშვს ამ ეტაპზე აქვს. გასაგებია, ბატონ ოთარისთან მექნება შეკითხვა. რა შემთხვევაში ერთვებით თქვენ ყბასახის ქირურგი ბავშვთა სტომატოლოგიაში? პირველ რიგში მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მოგესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. მადლობა კითხვისთვის. ყბასახის ქირურგია ამ შემთხვევაში ფრიად მნიშვნელოვანი დისციპლინა არის, რომელიც ერთვება მსგავსი ტიპის კლინიკური кейსების მართვის დროს. ძირითად შემთხვევაში კომბინირებულ ტიპის მკურნალობაზე არის საუბარი. ზოგადი გაუტკივარების ქვეშ მქონე პაციენტს აქვს იმის, ესე ვთქვათ, სრული რესურსი, რომ მიიღოს სრული მომსახურება, ხო, როგორც თერაპიული, ასევე ქირურგიული თვალსაზრისით. ჩემი დისციპლინის კუთხით ჩვენ ვერთვებით მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს წვავეთშიქოვან დაავადებებთან, ხო, ანუ კარიესულად დაზიანებულ კბილებთან, რომელსაც ესე ვთქვათ რესტავრაციის და მათი გადარჩენის საშუალება. სამწუხაროდ, დიახ, კი, არის ეგეთი შემთხვევები. ჩვენ მომართვიანობის კუთხითაც საკმაოდ აქტიურად მუშაობთ, მე და ქალბატონი ლიკა, როგორც გითხარით, ეს მულტიდისციპლინური მიდგომა გვაქვს. ასევე აღნიშნავ იმას, რომ ჩვენ სტომატოლოგიურ კლინიკა ბლის დენტალში არის დიაგნოსტირების საკმაოდ მაღალი ხარისხის აპარატურა გერმანული წარმოების, რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენს მიერ დაგეგმილი მკურნალობა იყოს პროგნოზირებადი. აღწევთ აბსოლუტურ მაქსიმალურ შედეგს, ესე რა ვთქვათ, მკურნალობის. ეს არის 3D ტექნოლოგიები, ხო? როგორ ეხმარება ეს 3D ტექნოლოგიები აი თანამედროვე ამბავში? დიახ, 3D ტექნოლოგიები ეს ნიშნავს, რომ ციფრული პროტოკოლი არის ჩვენს კლინიკაში დანერგილი, როგორც გითხარით, მაქსიმალური სიზუსტით და პროგნოზირებადი შედეგით. ყურადღებას გავამახვილებ ისეთ ქირურგიულ ჩარევაზე, როგორც არის დენტალური იმპლანტაცია, ესეც სრულდება ზოგადი გაუტკივარების ქვეშ პაციენტისათვის ძალიან კომფორტულ გარემოში, ესე რა ვთქვათ. წინასწარი პოზიციები ვიცით უკვე დენტალური იმპლანტების, რაც წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს დაგეგმარების დროშიც მოგებული ხარ ძალიან. რა თქმა უნდა, ძალიან სწრაფად და ხარისხიანად სრულდება ეს მუშაობა და მაქსიმალურ შედეგს ხვდებს, როგორც უკვე გავაჟღერე. ასევე ძვლის მიზანმიმართულ რეგენერაციასაც ვაკეთებთ, რა თქმა უნდა, ეგეთი მდგომარეობის დროს. პაციენტი იღვიძებს და უკვე ეს ყველაფერი შესრულებულია. აუ რა კაია. მარიო, შენთვის არის, ანუ ესე რომ ვიყვანოთ არ შეიძლება ეგ თუნდაც, პატარა არის დიდად გამოიყურება. მოზრდილ პაციენტებშიც კეთდება. აი, აჰა. როგორ გეთდება ბოდიში? მოზრდილ პაციენტებშიც კეთდება ანესთეზიით და განმეორებითი ანესთეზია იმპლანტაციის შემთხვევაშიც გქონიათ თერაპიას. სამივე პროფესიონალები ბრძანდებით და თქვენი აზრი მაინტერესებს. რა არის ამ ყველაფრის გამოწვევი მიზეზი, რომ ბავშვებში ესეთი რაოდენობის ჩიქოვანი დაავადებები და ესეთი მკურნალობები არის საჭირო. კბილეული, კვება, თუ რა არის ამის თავარი მიზეზი? ზოგადად ადრეული ასაკის ბავშვთა კარიესის მულტიფაქტორული დაავადება ერთი რაღაც კონკრეტული მიზეზი არ ახლავს, ძალიან ბევრი რისკ ფაქტორი არის, მათ შორის გამოვყოფდი ქცევით ფაქტორებს, ჰიგიენასთან და კვებასთან დაკავშირებულ ქცევით ფაქტორებს. აი და უშო ძალიან ხშირია ხოლმე გახანგრძლივებული ძუძუთი კვება. როდესაც ბავშვი 2 წლისაა, 3 წლისაა, ყველა სარძევე კბილი პირში აქვს და ისევ ძუძუთი იკვებება და დედის რძე, ეს გახლავთ დამტკბარი სითხე, რაც ყოველდღიურ რეჟიმში შეხებაში არის ბავშვის კბილის მომწიფებელი კბილის ზედაპირთან მე ვთხოვდი. ანუ როგორც კი ამოიჭრება სარძევე კბილი, მიახლოებით 6-8 თვის შემდეგ, აი მაქსიმუმ 1 წლის შემდეგ ძუძუთი კვება უკვე უნდა
უნდა ჩაიხსნას. ეს ძალიან ცოდი და მე პირადად ძალიან დავაშავე. ეს არის ძალიან მაღალი რისკი. ასე მშობლების ძალიან დიდ მონაწილეობა არის ის, რომ როგორც კი პირველი სარძევებელი ამოიჭრება, ეგრევე უნდა დავიწყოთ ხეხვა და ჰიგიენა. ხო, აი ეს არის ძალიან საინტერესო. უნდა ვიხმაროთ, გამოვიყენოთ თუ არა კბილის პასტა, კბილის ჯაგრისინობა და შევარჩიოთ და რა საკითხი უნდა დიახ. როგორც კი ამოიჭრება პირველი სარძევებელი, ეგრევე თიძე ჩამოსაცმელი ჯაგრისები არსებობს, მოგეხსენებათ. თიძე ჩამოსაცმელი ჯაგრისით და უკვე ფტორიზებული პასტით, მიახლოებით 1000 ppm ფტორის შემცველობით, ვინაიდან საქართველოში ფტორი, ასე ვთქვათ, მინიმუმ ზღვარზე არის წყალში, უკვე შეგვიძლია ვიხმაროთ ფტორირებული პასტები, ეს არის გაიდლაინი და პასტის რაოდენობა უნდა იყოს ბრინჯის მარცვლის ოდენი. ასე ბავშვმა ბევრი არ ჩაღლაყოს ეს. როგორც კი ბავშვი გაიზრდება 2 წლის შემდეგ შეგვიძლია ცოტა გავზარდოთ პასტის მოცულობა, მაგრამ ფტორირებული აუცილებლად უნდა იყოს. ანუ აი ესეთი პატარა ასაკის ბავშვს რამდენჯერ უნდა გამოვუხეხოთ? დილას საღამოს როგორ ვსაუბრობთ დიდი ადამიანის შეგიძლია. მარიამთან მექნება შეკითხვა. აი რა შემთხვევაში შეიძლება იყოს ნარკოზი უკუჩვენებითი და ხო არის ყველაფერი ხდება ზოგადად და რა ხდება ამ შემთხვევაში როგორ იქცევა ექიმი ანესთეზიოლოგი? მეკითხავით პროცედურაზე. პროცედურაზე რა თქმა უნდა. პროცედურის დროს თუ პროცედურის დროს. ამ პროცედურის შემდეგ როგორც ხდება? პროცედურამდე უკუჩვენება ნარკოზი არის მწვავედ მიმდინარე ქრონიკული დაავადებები ან ახალი დაავადება პირობითად ბავშვი თუ არის გაცივებული დავალოდებით რომ ჩაცხეს ეს ინფექცია და ამის შემდეგ დავგეგმოთ გეგმიური სტომატოლოგიური პროცედურა და გეგმიური ანესთეზია. უშუალოდ პროცედურის დროს მედიკამენტის გვერდითი ეფექტები ან გართულებები, როგორც არის ცნების შემცირების კუთხით შეიძლება იყოს და გუნდი რომელიც ვახსენე რომ უნდა იყოს კვალიფიცირებული და მობილიზებული, ეს გართულებები არის კონტროლირებადი, მართვადი და საჭიროა დროული აღმოჩენა და სწორად მართვა ამის. რაც შეეხება პოსტოპერაციულ გართულებებს, შეიძლება კონდეს მსუბუქი საერთო სისუსტე, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გაივლის. იშვიათად ბავშვებში გულისრევა პირღებინება, უფრო მეტად შესაძლებელია მოზრდილ ადამიანში და იმავე დღეს პაციენტი არის გაწერადი და უბრუნდება ბინას და უბრუნდება თავის ცხოვრების წესს. ხო, ეს ბავშვებისთვის ალბათ ძალიან კომფორტულია, იმიტომ რომ როდესაც ოპერაციის შემდგომ სახლში ბრუნდებიან, რაღაცნაირად გარემოც მათთვის უფრო ისეთი უსაფრთხო და მშვიდია. მშობლებს ალბათ ხშირად უწევთ ბავშვების წინასწარი შემზადება, როდესაც სტომატოლოგთან მიყავს და აი თქვენი რეკომენდაციები ქალბატონალიკა როგორ იქნება, რადგან ყველაზე დიდი დილემაა მშობლისთვის სტომატოლოგიურ სავარძელზე მოათავსონ პატარა ბავშვი. თქვენი რეკომენდაციები მშობლებისთვის როგორი იქნება? რეალურად მშობლებისთვის დიდი დილემა არის როგორ მოხდეს ბავშვის ქცევის მართვა სტომატოლოგიურ კაბინეტში. სრულად შემთხვევითი არ არის ის რომ ჩვენ კლინიკა ბლის დეტალში ვიდრე ბავშვს შევიყვანთ სტომატოლოგიურ კაბინეტში, რომელიც ასევე ძალიან ლამაზი და მორთულია, ჯერ შეყვავს წინასწარ გასართობ ოთახში. ანუ ბავშვი თავს აქ გზნობს უსაფრთხოდ. გასართობ ოთახში ჩვენ გვაქვს სიმულაციური ბორმანქანა, სიმულაციური სტომატოლოგიური ინსტრუმენტები. როცა მე ვხვდები ბავშვს, მე ჩავიმუხლები და წონას სწორდები ბავშვის სიმაღლეზე, რადგან ბავშვმა ჩემს თანასწორად იქნოს თავი, ჩემში საფრთხე არ დაინახოს, მას ჰქონდეს რელაქსი და თანასწორობის განცდა, ანუ უსაფრთხოების განცდა. ამის შემდეგ უკვე ვიწყებთ სიმულაციურ თამაშებს, ანუ ხსნით თამაშით, ხსნით რა ემოდება მას. დემონსტრაციას ვაკეთებთ. ანუ რისი ჩატარება მოუწევთ, როცა ბავშვი ინფორმირებულია, თავისი ხელით აკეთებს ტექნიკას, ქვია tell show do. ჯერ მოუყევი რას გავუკეთებ, მე აჩვენე ეს ყველაფერი სიმულაციური ბორმანქანაზე და მე უკვე გავუკეთე. ასეთ შემთხვევაში ბავშვი არის მშვიდად და არ შფოთავს სავარძელზე. ანუ მთელი რიგი ტექნიკები, მოდელინგი, ბავშვის ქცევის მოდელირება სტომატოლოგიურ კაბინეტში, როცა ჩვენ ვაჩვენებთ წინასწარ, როგორ უნდა გადაიღოს კომპიუტერული ტომოგრაფია, რა არის ეს აპარატი, რომელიც ისეთ რეალებს მის გარშემო და ვაჩვენებთ ვიდეოებს, როგორ იღებენ სხვა ბავშვები და მხიარულად ამას ყველაფერს და მთელი ეს ტექნოლოგიები, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, ბავშვისთვის შეიძლება ცოტა საშიშია, მათ აქვს საოცარი ფანტაზიები, მაგრამ როცა ეს ყველაფერი წინასწარ ახსნილია, ისინი ამას უკვე სხვადასხვა ტექნიკებით არის ახსნილი, ამას უკვე ძალიან კარგად ღებულობენ. თუმცა არის სიტუაციები, როცა არანაირი ტექნიკა, ქცევის მართვის ტექნიკა, ასე ვთქვათ, უზურია და სწორედ აი ასეთ შემთხვევებში
ჩვენ ვამისამართებთ პაციენტებს და კოლაბორაცია გვაქვს ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისთან, როცა უკვე ზოგადი ანესთეზიით, ანუ დაძინებით ვკურნალობთ ესეთ ბავშვებს. და პირდაპირ ჩვენ გვეთქვით ასეთ სიტუაციებში, ეს არიან 3 წლამდე ქვემოთ ასაკის ბავშვები, როცა ეს მრავლობითი კარიესი და დიდი ზომის მოცულობის სამუშაო, როდესაც ადაპტაციური ტექნიკებისთვის დრო აღარ რჩება უბრალოდ, იმიტომ რომ ვიღაცა შეიძლება ჭირდება 1 დღე, ვიღაცას 2, ვიღაცას 3 ადაპტაციური ვიზიტი ჭირდება, შესაბამისად ყოველთვის არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ამდენი დრო დავხარჯოთ, ვინაიდან დაავადება სწრაფად პროგრესირებს ბავშვებში. შესაბამისად უკვე გადავერთობით ზოგად ანესთეზიაზე და ძილში ერთ ვიზიტში ვასრულებთ პროცედურას. უღრმესი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ და ძალიან კარგი და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ იმისთვის, რომ ბავშვებმა უფრო კარგად გაიღიმონ და ბედნიერი, ღიმილიანი ბავშვობა გქონდეთ. დიდი მადლობა.